შეიძლება პრეზიდენტის მომართვის ასეთი რამ არ შემოსულა, ყოველ შემთხვევაში ჩემამდე ჯერ არ მოსულა რაიმე ოფიციალური წერილი სახით თუ არის მედიიდან შევიტყვი მე რომ ასეთი არის, სავარაუდოდ მას თავის პროცედურა აქვს ადამიანმა ოფიციალურად რაიმე შეკითხვა თუ არის და გავეცნობით და შესაბამისად უპასუხებთ რა თქმა უნდა. აპირებთ ინფორმაციის გადაგზავნას რა თქმა უნდა, თუ კი კითხვა არსებობს რაიმე საკითხის, ამ კითხვას პასუხს გავცემთ თავისთავად პრეზიდენტს. რაც შეეხება თავად ამ კენჭისყრის საკითხს, აქ თავარი არის რამდენიმე მომენტი. ერთი, რაც შეეხება კენჭისყრის შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ეს უნდა მოხდეს კენჭისყრის დასრულებისთანავე და ეს საკითხი უნდა დააყენოს ფრაქციამ, პოლიტიკურმა ჯგუფმა შეიძლება, ან დეპუტატების 7-კაციანმა ჯგუფმა. ეს ერთი, ანუ უნდა იყოს ფრაქციის მხრიდან, ან პოლიტიკური ჯგუფის მიერ უნდა იყოს დაყენებული საკითხი და მეორე უნდა იყოს მოტივირებული, ასე ვთქვათ, შენიშვნად საკითხი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ რაც გვქონდა მაშინ და ესეთი წამოძახილები ხარ იშვიათი არ არის ჩვენს პარლამენტში და ამ ყველაფერზე ასე რეაგირება რა თქმა უნდა ვერ გვექნება. კიდევ ერთხელ თუ გქონდათ რაიმეზე ეჭვი, უნდა დაეყენებინა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ჯგუფის ხელმძღვანელი არის იაგო ხვიჩია და პოლიტიკური ჯგუფის სახელით უნდა დაეყენებინათ, არა ცალკეულ დეპუტატს რაღაც ეთქვა და მეორე უნდა ყოფილიყო ეს მოტივირებული საკითხი და არა ის რომ მე მგონია ეს ასე არ არის და იქნებ გადათვალოთ. ანუ ყველაფერს პროცედურას თავის ფორმა აქვს. ჩვენ ატყობთ ხოლმე რომ სხდომების დროს როცა გვაქვს კენჭისყრები არ არის იშვიათი რომ 70 საკითხი, 80 საკითხი არის როგორც წესი ხოლმე კენჭისყრების საკითხი, ყოველ ასეთ კენჭისყრაზე ვიღაცამ წამოიძახოს და გადათვალეთო ეს რა თქმა უნდა არ ხდება. თავისთავად დარბაზში რაოდენობა საკმარისი იყო რომ იქ ერთი შეხედვით ეჭვის შეტანა არ მოხდარიყო, ამიტომაც ვინაიდან არ იყო დაყენებული არც ფრაქციის მხრიდან იყო ეს საკითხი დაყენებული, არც მოტივაცია და არგუმენტაცია იყო წამოყენებული, ამიტომ ამ შემთხვევაში რეაგირება არ ყოფილა, სხვათა შორის ამაზე ეს არც გაუპროტესტებია შემდეგ ბატონ სანდროს თავად ამ სხდომის დროს და ჩვეულებრივად გაგრძელდა პროცესი, ანუ და აქედან გამომდინარე არც იქაც ჩანდა რომ რაიმე სერიოზული პრეტენზია მას არ ჰქონია. რაც შეეხება შემდეგ ხო ნახე მედიაში კი ბატონო ნახე ეს რაც იყო. ნახო ხო შემდეგ რაც იყო, უპირველეს ყოვლისა ერთი არის რომ ეს პროცედურა დასრულებული არის, იმ მომენტში უნდა მოხდეს სხვა ჩვენი რეგლამენტი არ ითვალისწინებს, ასე რომ იყოს, წარმოიდგინეთ თქვენ ისტორიულად ნებისმიერი კენჭისყრა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ყველაფერი ასე ვთქვათ ანალიზის და გამოკითხვის საფუძველი გახდეს. ახლა ერთი მეორე საკითხიც არის ახლა ამაშიც ცოტა არაკეთილი ინდიციერები არიან თავად გირჩის წარმომადგენლები მესმის მათი ემოციური გაბრაზება თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ სკრუპულოზულად მივყვებით და განვიხილავთ ამ კოდექსს და მათ უნდათ რომ რაიმენაერად ჩაშალონ ეს განხილვები, მაგრამ მეორე მხრივ არ მგონია რომ მათაც ვკითხოთ ეჭვი ეპარებოდეთ, რომ ვეტოს დაძლევას ყავდა საკმარისი უმრავლესობაში ამ მხრივ ხო, იმიტომ რომ ამას მაინც ხო არ აყენებენ არა კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე ერთი პროცედურა არ იყო დაცული, მეორე იქ იყო ყველა წარმოდგენილი, თუ კი კითხვა არის ვინ იმყოფებოდა დარბაზში, ამაზე მეტყველებს თავად კენჭისყრის შედეგები და შეუძლიათ გაეცნოს ყველას ვინ მისცა ხმა და ვინ არ მისცა ხმა. ეს არის პროცედურული ნაწილი.